მოგესალმებით, ეს Detailing Garage-ის YouTube არხია, მე ლაშა კახნიაშვილი ვარ და დღეს მინდა გესაუბროთ ავტომობილზე, რომელსაც ჩვენ გადავაკარით დამცავი პირი. ნუ კაი, მანქანა ჩემია, ჩემ მანქანაზე მინდა გესაუბროთ, რომელსაც დამცავი პირი გადავაკარით და გადავაკარით იმ მეთოდით, რომელსაც ქვია, რომ არაფერი არ დაშალო და პირდაპირ გადააკარე. ჩვენ არც ერთი ჭანჭაკი არ მოგვიხსნია მანქანაზე. ისე გადავაკარით დამცავი პირი, ოღონდ ეს ახლა ჩემი ახირება არ არის, იმიტომ რომ დაუშვათ ჩვენ მანქანის დაშლა არ შემიძლია, არა ესე არ არის. უბრალოდ მომხმარებლები როცა ჩვენგან მოითხოვდნენ ხოლმე რომ არ დაშალოთ არაფერი და ისე გადააკარეთ, ჩვენ ვერასდროს ვერ ვიყავით ისე უმახიანად და ვერ ვაძლევდით გულწრფელ რეკომენდაციას, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. კი, ძალიან მარტივია, დაუშვათ პოტერზე ფირს ამოვსვერავთ, იდეალურ ზომას ჩამოვიტანთ და მივაკრავთ, მაგრამ მე უკვე მოხმარებაში კლიმატი რამდენად ვერ ააძრობს ამას, რამდენად ვერ ააძრობს კერხერი და ზოგადად რამდენად ეფექტური არის ესე გადაკრული დროის ხანძლივ პერიოდში. არ ვიცოდით. ამიტომაც გადავაკარი საექსპერიმენტოდ ჩემ მანქანაზე და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ კორექციამდე შედეგი. ეხლა თქვენ უყურებთ ალბათ ამ მასალას თვალყურს ადევნებთ. ჩვენ ეხლა დავაკორექტირებთ ჩემ მანქანას და ერთად შევხედოთ უკვე კორექციის მერე როგორი შედეგი მივიღეთ და როგორ ვატანთ ხოლმე ავტომობილებს. თუ აქამდე არ იცოდით, ეხლა იცოდით, როცა მანქანა თქვენ ახალი გამოგყავთ ცენტრიდან, ან პირდაპირ მოგყავთ ჩვენთან მეორადი გადასაკრავად, ჩვენ ესეთი მეთოდით მუშაობთ. გარკვეულ ვადას გეუბნებით, რამდენი ხანი გჭირდება რომ გადავაკრათ. ეს არის დამოკიდებული რამდენი სპეციალისტის ცალია, იმიტომ რომ შეიძლება ერთი მანქანა გადავაკრათ ერთ დღეში და შეიძლება მოვუნდეთ 7 დღე. ეს არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ რამდენი სპეციალისტი ცალია და დამოკიდებულია მანქანის ფორმაზე, დამოკიდებულია რამდენი რამე უნდა დავშალოთ, რომ მანქანას ფირი გადავაკრათ. ასე რომ ეს მოჭრილი პერიოდი არ არის. დავუშვოთ, საშუალოდ ავიღოთ 4 დღე. გეუბნებით, რომ 4 დღეში მანქანას გადაგიკრავთ, შემდეგ წაიყვანეთ და 7-დან 10 დღის განმავლობაში კორექციისთვის მოგვიყვანეთ რამდენიმე საათი. ხო და ჩემი მანქანა მე-10 დღეს დაბრუნდა, ერთხელ მე გავრეცხე ბათუმში და უკვე მეორეჯერ აქ გაირეცხა და დაკორექტირდა. გავითვალისწინოთ, რომ ეს მანქანა ამ პერიოდში თბილისიდან ბათუმამდე ჩავიდა და ჩამოვიდა და ნუ რა თქმა უნდა ყველანაირი კლიმატი გამოიარა, იმიტომ რომ საშინელი ლამინდებია ეს პერიოდი. ჩვენი ვიდეოების წარმდგენი არის Lebet.G, fake online totalizer და კაზინო, რომელიც მომხმარებელს, რომელიც არ ყავს, სთავაზობს დედის წყნას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ამ Lebet-ის გულშემატკივრები, დამფუძნებლები და ასე შემდეგ, გვეუბნებით თქვენ, რომ ხალხურ თამაში არის ძალიან ცუდი და არ შეიძლება რომ ითამაშოთ. და თქვენ განსაკუთრებით პატარებო, რომლებიც ეხლა შედიხართ ყმაწვილ კაცობაში ან ყმაწვილ ქალობაში, არ ვიცი ეს თქვა სწორი არის თუ არა. მოკლედ თქვენ გირჩევთ, რომ ეხლა უყურებთ YouTube-ს და YouTube-ი გაძეძგილი არის მსგავსი ნაგავი კონტენტით, სადაც ყველაგი რეკლამებს თუ ამ online totalizer და კაზინოებს, თქვენ გირჩევთ, რომ არ გაეკაროთ, იმიტომ რომ მე ეხლა ესეთი მანქანა ნამდვილად უნდა მყავდეს. მაგრამ რო შევწირი აზარტულ თამაშებს, აი ეს მანქანა მაქვს სესხით ნაყიდი. ასე რომ თუ არ გინდათ მე დამემგვანოთ და ჩემზე ჭკვიანები გამოდგეთ, არ გაეკაროთ აზარტულ თამაშებს. დავიწყოთ ახლა მანქანის დათვალიერება. მე არ ვიცი, ვიცოდი კორექციამდე როგორ იყო, რა თქმა უნდა და მე არ ვიცი ახლა როგორ გამოვიდა. პირველ რიგში, რასაც დავაკვირდებით, ეს არის როგორი ჭრები აქვს გაკეთებული პარკინგ სენსორებს და აი ამ საბუქსირეს. შეხედეთ, საბუქსირე არის ზედმეტად ჩაჭრილი. აი აქ. მაგრამ ეს არ არის თვითონ ჩვენი ხარვეზის ბრალი, ნახეთ ეს რაღაც უაზრო ისარი აქვს აქ. ეს მინდა რომ აღარ დაჩვენო. ისარი აქვს, რომელზეც კარგად ფირი არ გადავა და ის ყოველთვის ამობურცული ისრის ადგილი ფირს თავს ააწევინებს და ფირს რო თავს ააწევინებს, იდეალურად ვერ გამოვა. ამიტომაც ეს რომ ჩაგვეკეცა მეორე მხრიდან იდეალური იქნებოდა, მაგრამ ეხა მე მომიწევს ამ კომპრომისზე წასვლა, იმიტომ რომ არ დავაშლევინე და მათ შორის არ გავახსნევინე საბუქსირე უჯრა, რაც ქვია. წავედით გავაგრძელოთ ეხა აქეთ. პარკინგ სენსორებზე ჩავარიხინეთ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ პარკინგ სენსორები იჭრება ყოველთვის კორექციისას. ისე რა კაი იქნებოდა ეს მანქანა რო იყოს ჩემი დამაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე მიწევს ლაპარაკი. ხო და რა მინდოდა მე თქვა, ხო, პარკინგ სენსორები ყოველთვის იჭრება კორექციის შემდეგ. არასდროს პარკინგ სენსორების ჩაჭრა არ ხდება კორექციის, ანუ დაასრულებ მანქანას იმ პირველი 4 დღის განმავლობაში და ძალიან ულამაზოდ ჩანს ხოლმე ეს დეტალები, იმიტომ რომ დიდი ჰაერის ბურთულარი წრეზე სენსორების გარშემო. ხედავთ, რომ იდეალურია. გამოვაგრძელოთ ახლა ნახეთ. ჩემი მანქანა ისევე როგორც თანამედროვე ადამიანის მანქანა, რო იძახიან, რომ პოტენციას უარესებსო ესეთი მანქანები არის ეგეთი. ნახევრად ელექტრომობილი არის და აქ მისი დამტენი აქ ერთდება. ხო და ამ ადგილზე, ანუ ორი ბაკის კრიშკა რო არის, ფიქრობთ, რატო აქ ბაკის ხუფი ორიო, მაგიტო აქ იტენება. აი ეს ემის ღილაკია თუ რაც არის ლოგო, არის წინასწარ ამოსერილი და არ მოგვიხსნია ჩვენ ეს და მე არ გადაგვიკრიფი და არ მიგვიწებებია. წინასწარ ამოსერილია. ბაკის ხუფის გარშემო ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერი არის იდეალურად. არაფერი არ დაზიანებულა, არც თავი არ წამოუწევია და ნუ მოკლედ კარგია.
ეს ჭრილი, რომელიც უკვე M პაკეტს აქვს, ხედავთ, მის გარშემო ნორმალურად არის ყველაფერი, ამიტომაც რატო უნდა დაგვიშალა თუ არ ჭირდება დაშლა, ხო ხედავთ, რომ კარგია. 6 თვეში კიდევ ერთხელ გადავაკონტროლოთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ყველაფერი იდეალური არის. ერთი პატარა მცირე მტვერის ნაწილაკი აქვს ჩაყოლილი. ეს უკვე ჩვენი გარაჟი და ჩვენი თანამშრომლების შეცდომის ამბავია, მაგრამ კარგად გაითვალისწინეთ, როცა ამხელა მანქანას აკრავ, დამცავ ფირს, იქ რომ მტვერი არ დაგჭეს, შანსი არ არის. 1-2 მტვერის ნაწილაკი სადღაცა უეჭველი ეგდება, მთელ სოფლიოში ვინც არ უნდა თქოს, რომ მტვერის გარეშე გადააკრავს, ჩათვალეთ, რომ გატყუებთ. მაგრამ მტვერის ნაწილაკები უნდა იყოს მისაღები რაოდენობის და ერთ ადგილას არ უნდა იყოს ბევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ უყურადღებობის გამო არის. თუ ერთ ადგილას ბევრი მტვერია თავმოყრილი, ნიშნავს, რომ იქ გამოგჭა შეგეშალა კი ბატონო, მაგრამ ერთი ნაწილაკი ძარაზე რა თქმა უნდა არ არის. შემდეგი პრობლემატული დეტალი რაც არის, ეს არის სარკე. სარკეზე იკრება გადაჭიმვის მეთოდით. ნახეთ, ამ გასერილი არ არის არსად, ანუ ერთიანი ფირი აიღეს და დააკრეს. აჩვენე ესეც თუ შეიძლება. ნორმალურ მდგომარეობაში არის. ვერ ვიტყვით, რომ რამე დაეწუნება. ავაგრძელეთ. ვინაიდან რადგანაც სარკე არ არის მანქანის კარებზე, ამიტომაც მანქანის კარები იძლევა საშუალებას გადაეკრას მინიმალური ჭრით. ნახეთ, ეს კარები არის ერთიანი დეტალი და ერთადერთი კომპრომისი, რასაც მე მომიწია წასვლა იყო ის, რომ ფირი გაჭრილი არის, ნახეთ, აი აქ. დააკვირდი ამის გამოჩენას შენ შეძლებ. შეხედე, აი აქ. აი აქ არის გაჭრილი, ჩანს ზღვარი? იმიტომ რომ ზემოდან და ქვემოდან ესე ჩაცურებული იყო მოკლედ ეს ფირი. არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის დისკომფორტი. და რატო უნდა დაგვეშალა კარები თუ შეგვიძლია რომ დავუშვათ ესე გავაკეთოთ. არ ვიცი ხა ზოგი ადამიანი იტყვის რომ დაშალეთ რომ კარგი იყოს, მაგრამ მე ხოგანებთ ექსპერიმენტს ვატარებ. მაინტერესებს ამდენ დაძვრება ან არაძვრება. გავაგრძელეთ. აი აქ დავინახე მტვერი, შეხედეთ? ეს არის მტვერი. აი, როდესაც მანქანას გადააკრეს, აი აქ ნახეთ, მიყოლებით რამდენიმე მტვერი არის ერთდროულად. მაგასაც აგიხსნით უგნებოდ რატომ არის. კარების სახელურიდან გადაკვრის მომენტში ჩამოვიდა მტვერი და იმიტომაც არის ჭუჭყი და იმიტომაც არის აქ ეს დარჩენილი, რომლის გამორეცხვაც ალბათ დაესახა. ეს რომ მომხმარებლის მანქანა იყოს, ამას ჩვენ შევცვლით ამ კარებს აი ამ ჭუჭყის გამო. მაგრამ რა ხან ჩემია, დავიკიდოთ, მე არ მადართებს. ავაგრძელეთ. უკანა კარებზეც ზუსტად იგივე აქ რა თქმა უნდა, სარკე არ არის, დაუშვათ არის გადაკრული, ერთადერთი ჭრილი გვაქვს აქ. მოლდინგი ყველაზე პრობლემატური დეტალია, რადგან გარედან წინასაბურავის მიერ გამოსროლილი კენჭი პირდაპირ მოლდინგს ასხდება უკან. ავაკვირდეთ რა ხდება. ნორმალურად არის აქაც ყველაფერი, არაფერი ამძვრალი არ არის, კორექციის მერე გამოიყურება იდეალურად. ასევე დავაკვირდეთ თუ შეიძლება კარნის ვერც კარნიზზე ვერ ვხედავ ვერაფერ პრობლემატურს და თუ ძალიან ინტრიგნულად შევამოწმოთ, ეხლა მე ძალიან არ მინდა, მაგრამ მოდი შევამოწმოთ, უნდა კარგად ღმად შევიხედოთ შიგნით. ეხლა ნახოთ სად არის ფირის ჭრა. კარნიზზე ფირის ჭრა არის ბოლომდე მიყვანილი და თავიც არსად არ აქვს დაწეული. ნუ მოკლედ ნორმალურია მანდაც ყველაფერი. გავაგრძელეთ ყველაზე რთული და პრობლემატური დეტალი, რომლის კომპანიისთვის ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი მოაქვს თუ შეცდომა დაუშვით უკანა სტოიკის უკანა დგარის გადაკრას. იმიტომ რომ ნახეთ რა ხალხი დეტალი, აქედან ხომ იწყება ეს დეტალი და აი აქ თავდება წინა საქარე მინის დასაწყისში, ხო და ეს დეტალი მაქსიმალურად უნდა იყოს გადაკრული ყველაზე ფრთხილად რომ არ მოგვიწევს შეცვლა და კარგი გადაკრულია. მოდი ახლა სადაც ბევრი ჭრილები გვაქვს. დავაკვირდეთ უკანა შიტოქს, ბამპერს, დავაკვირდეთ საბარგულს, სადაც ბევრი წარწერებია, ფარებს. დავაკვირდეთ ახლა მოდი ჩავიმუხლოთ. პარკინგ სენსორები არის გამოჭრილი იდეალურად. არ გვაქვს პრობლემა. აბა თუ დამიკრეს დიფუზორი. კი ბატონო, დიფუზორიც გადაკრულია. პრობლემა არ აქვს. აქ ერთი ცალი ბუშტი აქვს, რომელსაც კორექციაზე ალბათ გამორჩა და გავასწორე. აი, აქ არის ბუშტი. იდეალური და მესამე ჭრილში მარცხენა მხარეს აქვს პატარა ბუშტი, რომელიც გასწორდება. უკანა დგარი და ზედა სპოილერი. ნახეთ ახლა სპოილერზე რა ხდება. აი, სპოილერზე რა ხდება? აი, ეს არის ხარვეზული. ხედავთ? თითის ანაბეჭდი აქვს ჩაყოლილი. დააზუმე კარგად რო გამოჩნდეს. აი, ეს არის ხარვეზული. ასეთი შეცდომის გამო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნახეთ, ასეთი შეცდომის გამო მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს, რომ იცი არის გადააკარით თავიდან და ჩვენ მას არ დავწყვეტ გულს და რეალურად გადაუკრავთ აი ამ ფრის თავიდან. იმიტომ რომ შესაძლებელია ეს გადაეკარას კიდევ უფრო უკეთესად, რომ მსგავსი ანაბეჭდი არ ქონდეს, მაგრამ ეს არის ჩემი მანქანა ხალხო, ხო გეუბნებით, ახლა მე არ გამოვეკიდებით ჩემ თანამშრომლებს ეს რაღაცებზე. მაგრამ რომ მოვითხოვო, რომ მომხმარებელი რო იყო და კორექციაზე რომ მოვითხოვო, რომ აი ნახე ეს რა არის, ამას უეჭველი შევაცვლევინებდი და შეცვლიან კიდევაც. აჰა, ნამდვილი ბაკის ხუბი, სადაც ბენზინი ესხება და ყველაფერი რიგზია.
და იგივე დეტალები რაც გავიარეთ იქეთა მხარეს. ეხლა მე თვალს უცებ გადავავლებ. თუ რამე ხარვის ვიპოვი, თუ რა საფარგულზე მინდა გესაუბროთ, დავუბრუნდები საფარგულს, მაგრამ აქ მშვიდობა, არაფერი პრობლემა არ არის, მაინც მოდი ეს კარგად აჩვენე. ფრთის ჭრილი და M-ის ლოგო. იბატონო, მშვიდობა, მოვედი და ვაჩვენოთ წინა მოლდინგი. წინა მოლდინგის ფირი არის აქ ერცლილი, შეხედეთ, აი ესე. ეს შეცდომა აუშვი მე. როცა ჩემ მანქანას კერხერი თუ რეცხავდი, კერხერი მივიტანე ისე ახლოს, რომ ავქერცლე ფირი. ტესტავდი და იმიტომ. ხო და ამიტომაც ჩემი მანქანა არის ძალიან კარგად გადაკრული და ყველაზე ტკივნეული დეტალი კიდევ ერთხელ შევამოწმოთ და რატო? არ მოგვიხსნია ჩვენ ასოები საბარგულზე ხალხნო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფირი წინასწარ ამოსერილი აი ამ ფორმაზე შევსვით. და ძალიან მეშინოდა, რომ ამ გარშემო აი აქ ამ მტვერი არ ჩასულიყო, ჭუჭყი არ ჩასულიყო, ნაგავი არ ჩასულიყო და ამ ძეზე არ ამძვრალიყო, ამ წვიმაში და ყინვაში არ ამძვრალიყო. მოკლედ ეს ყველაფერი გამოიარა ამ მანქანამ და მსგავსი არაფერი არ არის. კიდე ერთი რაღაც ვიპოვე, რომელსაც დავაკორექტე. არა, ჭუჭყი ყოფილა ბოდიში. ეს მეგონა რომ ფირის თავი იყო აწეული, მაგრამ ჭუჭყია გაიწმინდა. ხო, მოკლედ ეს იყო. არ დამიბურია და დავბურავ კიდევაც. და ესაჩვენებოდი, ნახეთ, კორექციის შედეგად, როცა კორექტირდება, ნახეთ, ეს არის ფირის ნაფლეთი. აი ეს არის ფირის ნაფლეთი. რაღაც დეტალი ეთყობა, არ მოეწონათ და ჩაჭრის. ისეც ნორმალური და ბუნებრივი მოვლენა არის. მოკლედ, ჩემი მანქანა არის ძალიან კარგად გადაკრული და ამ მეთოდით გადაკრა კორექციის შემდეგ მე უკვე ვფიქრობდი, რომ პრობლემატური იქნებოდა, მაგრამ არანაირი პრობლემა არ გამოვავლინა. ერთადერთი კომპრომისი, რაც იყო კარების სახელურებზე, იყო კომპრომისი გაკეთებული და ჭრილებზე, მოდი ესეც ვაჩვენოთ, ესეც ძალიან კარგია, ნახეთ, აქაც არ იყო ჭრილი გაკეთებული კორექციამდე. ეს არის საბუქსირეს უჯრა. და ეგეც ძალიან კარგია. მოკლედ, ჩემი რეკომენდაცია ამ ეტაპისთვის უფრო ომახიანირო, თუ ვაფშე თუ გნებავთ საერთოდ არ დავშლით მანქანას და ისე გადავაკრავთ, მაგრამ 6 თვის თავზე კიდევ გადავაკონტროლებ. ზუსტად გეტყვით 6 თვის, მაგრამ ღირს თუ არა ასეთი მეთოდით გადაკრათ და წარმოიდგინეთ, თუ თქვენ ასეთი მეთოდით გადაკრასე იტყვით, რომ ღირს და გააკეთეთ, თქვენ ძალიან შეამცირებთ მანქანის გადაკრის დროს, შეამცირებთ დაშლა აწყობის ფასს, რომელიც გადაკრის დროს თქვენმა გადაიხადოთ და რაც მთავარია აირიდებ თავს იმ მუდმივ ფიქრებს, რომ ლაშასთან რომ მივიყვანე მე დიტეილინგ გარაჟში მანქანა, იქ რომ დაშალეს, ხომ კარგად ააწყვეს. შპილკა ისე ორიგინალი დააყენეს თუ გაუტყდათ, ან ნორმალურად დააზაზორეს, ესეთ ფიქრებს საერთოდ ჩვენ კი ამას მართლა კარგად ვაკეთებთ. შეგვეჯიბროს ნებისმიერი ვინც უნდა მთელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მაგრამ რახან თქვენ ეს ეჭვგიბადებთ, ეს შეგიძლიათ საერთოდ მოგვაშოროთ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა და რისკი. გადავაკრათ დაუშვათ მანქანები. ამასობაში კიდე თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და უყურეთ ჩვენს ვიდეოებს.